სვანას საქმე თემა, რომელიც პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზი გახდა. იყო თუ არა ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტის გამომგზავრება საქართველოში წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. დავით გერლიანი იგივე სვანა თვითმფრინავში უკრაინელმა სამართალდამცავებმა, უფრო კონკრეტულად კი ოდესის პოლიციამ ჩასვა და სამშობლოში გამოამგზავრა. ამის შესახებ უკრაინულმა მხარემ ოფიციალურ თბილისს არაფერი უთხრა. სვანა დავით ჩაჩიბაიას სახელით გაცემული პასპორტით შემოვიდა და საქართველოს საზღვარის გადმოკვეთა. ის რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და ის ახლა წინასწარ პატიმრობაშია. ლოგიკურად ისმის კითხვა, რატომ არ ითანამშრომლა ოდესის პოლიციამ ქართულ სამართალდამცავებთან და რატომ არ აცნობა კრიმინალის გამოძევების შესახებ ოფიციალურ თბილისს. კეთი ბრაჭული გვერდება პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით. კითხვას თუ რატომ არ ითანამშრომლა უკრაინულმა მხარემ ქართულთან და რატომ არ შეატყობინა ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის დეპორტაციის შესახებ პასუხი თავად უკრაინამ გასცა. რამდენიმე დღის წინ გიორგი მღებრიშვილის უკრაინელმა კოლეგამ საქართველოში ოფიციალური წერილი გამოაგზავნა, რომლის შინაარსაც ახლა ექსკლუზიურად სწორედ ჩვენგან მოისმენთ. აღმოჩნდა, რომ დავით გერლიანის არც დაკავება, არც ექსტრადიცია და არც დეპორტაცია არ მომხდარა. როგორც წერილში ვკითხულობთ, ის უბრალოდ გამოაცილეს უკრაინელმა სამართალდამცავებმა და დაეხმარნენ, რომ მოსულიყო თბილისში, თუმცა უცნობია თუ რატომ დაჭირდა თავად გერლიანს ამ საკითხში ოდესის პოლიციის დახმარება. სამაგერო ცნობილია კიდევ ერთი დეტალი. ჩაუტარდა გერლიანის უკრაინულ პასპორტს ექსპერტიზა და ცნობილი არის პასუხები. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული დოკუმენტი გაყალბებული არ არის და ის გაცემულია ოდესაში სახელმწიფო სტრუქტურის მიერ. რაც ნიშნავს, რომ გერლიანი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინამ საკუთარი მოქალაქე ქვეყნიდან უბრალოდ გამოაგდო. სიუჟეტზე მუშაობისას ჩვენ გვსურდა ჩაგვეწერა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დეპუტატი გივით არგამაძე, რადგან ის საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული პროცესებში და ფლობდა გარკვეული სახის ინფორმაციას, თუმცა მან ჩვენთან დამატებითი განმარტების გაკეთებაზე უარი განაცხადა. ასევე ვერ მოხერხდა უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელ ხატია დეკანოიძესთან დაკავშირება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში მოგიყვებით თუ როგორ გადმოკვეთა დავით გერლიანმა სახელმწიფო საზღვარი და ასევე ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ბუნდოვანი საქმის სამართლებრივი მხარეები. რეისი ოდესა-თბილისი აეროპორტში 22 საათსა და 25 წუთზე დაეშვა. ერთ-ერთი პირველი მგზავრი, რომელმაც ბორტი დატოვა, იყო ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი დავით გერლიანი. მანამდე 40 წუთით ადრე 21 საათსა და 38 წუთზე გივით არგამაძის სოციალურ ქსელში Facebook სტატუსი ჩნდება. დეპუტატი იტყობინებოდა, რომ უკრაინიდან საქართველოში კანონიერი ქურდი დაადეპორტეს. გერლიანმა პასპორტ კონტროლი უკრაინული პასპორტითა და შეცვლილი გვარით გაიარა. სახელმწიფო საზღვარი დავით ჩაჩიბაიამ გადმოკვეთა. აეროპორტი დატოვა და სწორედ ამ ადგილიდან ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის კვალი გაქრა. საზღვარგამოვლილი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის კვალი პოლიციამ 3 დღეს ეძება და ისევ საზღვართან იპოვა. დავით გერლიანი იგივე დათოსვანი სომხეთთან მომიჯნავე სოფელში დააკავეს. ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ჩხრეკისას ფული, პლასტიკური ბარათები და უკრაინული პასპორტი ამოიღეს. გამოძიება დაიწყო. მოკვლევის პარალელურად გაჩნდა კითხვები ქვეყნის მთავარ პოლიციელთან. რატომ შემოუშვეს ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი ქვეყანაში? სად იყო პოლიცია, როდესაც კრიმინალი საზღვარს კვეთდა? რატომ დადიოდა რამდენიმე დღე ქვეყანაში თავისუფლად პოტენციური დამნაშავე? და რა მოხდა ოდესა-თბილისის უცნაურ რეისზე? საზოგადოებას კითხვითვე უპასუხა ადრესატმა. გიორგი მღებრიშვილს აინტერესებდა, რატომ არ შეატყობინა უკრაინულმა მხარემ საქართველოს დათოსვანის დეპორტაციის შესახებ. კითხვა ქვეყნის მთავარმა პოლიციელმა უკრაინელ კოლეგას არსენ ავაკოვს გაუგზავნა. ამასობაში ექსპერტიზას გადიოდა დათოსვანის დოკუმენტაცია და პასპორტი. უკრაინულ პასუხს უკრაინული პასპორტის ექსპერტიზამ დაასწრო. აღმოჩნდა, რომ გერლიანის დოკუმენტი გაყალბებული არ არის. საზღვრის კვეთა ევროპის ქვეყნებში და შენგენის მოქმედი ვიზა. ამ პასუხმა დაადასტურა, რომ დათო გერლიანი იმ ქვეყნის მოქალაქეა, საიდანაც გამოაძევეს. ავთენტურობა პასპორტის კითხვებს აღარ იწვევს, აგერამ აქვს მე ხელთ დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ესა და ეს პასპორტი დამზადებულია სტამბური წესით და შეესაბამება ანალოგიური სახის დოკუმენტს. ანუ ეს პასპორტი არის აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, რეალური. ამ
პასპორტის ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინულმა მხარემ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასზე ექსპერტიზა არ დაუნიშნია. არ უკითხავს საერთოდ რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო ეს პიროვნება, ვინაიდან და რადგანაც მას თან ჰქონდა უკრაინული პასპორტი, შესაბამისად ის ითვლებოდა უკრაინის მოქალაქედ და გამოაძევეს საქართველოში. უბრალოდ მე არ მესმის უკრაინაში ვინმე ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელმა რომ აღიაროს კანონიერი ქურდობა, ესე იგი საქართველოში უნდა გამოაგზავნონ ამ ლოგიკით, იმიტომ რომ მე ლოგიკას ამაში ვერ ვხედავ. პასპორტზე სკანდალური 7 დღის შემდეგ გამოგზავნილი უკრაინული პასუხი აღმოჩნდა. არსენ ავაკოვმა მოიწერა, რომ გერლიანის არც დაკავება და მით უმეტეს არც დეპორტაცია არ მომხდარა. სწორედ ასე ხსნის უკრაინა იმას, რომ საქართველოს გერლიანის გამოგზავნაზე ოფიციალურად არაცნობეს. უკრაინა წერილში განმარტავს, რომ გერლიანის გამოგზავნა განაპირობა თავად გერლიანის თბილისში ჩამოსვლის სურვილმა, რაშიც დათოსვანს უბრალოდ უკრაინული პოლიცია დაეხმარა. აგერ არის უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ ეს ადამიანი არის გამოძევებული უკრაინის ტერიტორიიდან. წერილში კიდე მითითებულია, რომ თითქოს დაეხმარნენ მას სურვილის ასრულებაში და ბილეთის აღებაში. ის რომ ამ პიროვნების საქართველოში გამოძევება იყო პროვოკაცია სუფთა, მე ეს არაერთხელ აღნიშნე და მე მაინც ჩემ პოზიციაზე ვდგები და ვერავინ ვერ შემოსწრებინებს ამ აზრს, იმიტომ რომ საკმარისია უბრალოდ ადამიანს ჰქონდეს ლოგიკური აზროვნება, რომ მიხვიდე ამ დასკვნამდე. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და კონკრეტულად ოდესის პოლიციის მიერ დარღვეულია საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფუნდამენტური პრინციპები, რაც აქვე გეტყვით, რომ ორმხრივ ურთიერთობას საკმაოდ დიდ ჩრდილს აყენებს. ავაკოვის უწყება განმარტავს, რომ დათოსვანისადმი პოლიციის ინტერესი უკრაინის პასპორტმა გამოიწვია. დონეცკში სამართალდამცველებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მან დოკუმენტაცია გააყალბა, თუმცა საეჭვო პასპორტი პოლიციას არც ჩამოურთმევია და არც მოკვლევა დაუწყია. მეტიც, სწორედ ამ დოკუმენტებით გამოაგზავნეს და სწორედ ამ პასპორტით გადმოკვეთა სვანმა საქართველოს საზღვარი. მიუხედავად მათი ეჭვებისა და იმ გამოძიებისა, რის გამოც ის დაიწყეს, მათ არ ჩამოართვეს ეს პასპორტი, პირიქით მიცეს ეს პასპორტი და უთხრეს, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ ეჭვი გვეპარება ყალბ დოკუმენტში, აჰა და იმოგზაურე ამ პასპორტით, თუ ამ პირმა უკრაინაში ჩაიდინა ისეთი ტიპის დანაშაული, როგორც არის დოკუმენტის გაყალბება, ის ან უნდა დაეკავებიათ, ან მინიმუმ მის მიმართ უნდა დაეწყოთ სისხლისამართლის გამოძიება, ჩამოერთვათ ეს პასპორტი, დაენიშნათ შესაბამისი ექსპერტიზა და გაერკვიათ, იყო თუ არა ეს პასპორტი ყალბი და ეს ადამიანი აპირებდა თუ არა ყალბი პასპორტით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას. დავით გერლიანის საქმე ქართულ უკრაინულ კითხვა-პასუხამდე რამდენიმე დღით ადრე სწორედ უკრაინაში დაიწყო. 18 ივნის დონეცკის პოლიციამ დავით გერლიანი დააკავა სპეცოპერაცია რესტორანში ჩატარდა. გერლიანი აიყვანეს და სპეცრაზმელებმა პირდაპირ აეროპორტში მიაცილეს. ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი თბილისის რეისზე დასვეს. მაშინ, როდესაც გერლიანი მოფრინავდა, დონეცკის ოლქის პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე Facebook სტატუსს წერდა და საჯაროდ ამბობდა, რომ კანონიერი ქურდი საქართველოში გამოამგზავრა. თუმცა ოფიციალური თბილისისთვის არ შეუტყობინებიათ, რომ პოტენციურ დამნაშავეს აგზავნიდნენ. ოდესის ერთ-ერთ რესტორანში ოდესის პოლიციის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს დავით გერლიანი. მასთან ჰქონდა დავით ჩაჩიბაიას სახელზე გაცემული უკრაინის მოქალაქის პასპორტი, რომელიც დიდი ალბათობით ყალბია. დაკითხვისას გერლიანმა აღიარა, რომ კანონიერ ქურდად აკურთხეს. პოლიციამ გააძევა იგი უკრაინის ტერიტორიიდან. დათოსვანი ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ქურდულ სამყაროსთან კავშირსა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის ბრალი უკვე წარედგინა. უკრაინის მოქალაქეს ქართულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ პოლიტიკური თამაშის მსხვერპლია. გერლიანი პროცესზე დაკავების სკანდალურ დეტალებს იხსენებდა. მე მომიტაცეს რესტორნიდან ჩამსვეს თვითმფრინავში და საქართველოში ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გამომიშვეს. ეს არის პოლიტიკური თამაში. მაინტერესებს თუ გივით არგამაძე მიცოდა, რომ მე დანაშაული მქონდა ჩადენილი და საქართველოში მოვდიოდი, რატომ არ შეატყობინა ეს თუნდაც პოლიციას. გონი ეს სუბუქი დანაშაულია, რომელიც მან ჩაიდინა. გარდა ამისა, სანამ თვითმფრინავში ჩამსვავდნენ, გავიგონე გია ლორთქიფანიძის საუბარი, რომ არჩევნებამდე 223 მუხლის მისადაგებული ადამიანები კიდევ უნდა გაუშვან საქართველოში და მოაწყონ საბოტაჟი.
დავით გერლიანს იგივე დათო სვანს კანონიერ ქურდობას ედავებიან. ქურდულ სამყაროსთან წევრობის მუხლით სასჯელი ქართულ ციხეში ერთხელ უკვე მოიხადა. 2013 წელს გათავისუფლდა და ქვეყანა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით 44 წლის გერლიანს საპატიმროში გატარებული აქვს სიცოცხლის ნახევარი 20 წელი. Варом закон являетесь уголовное имя? Что? გერლიანის საქმეზე სავარაუდოდ გამოძიება ორი მიმართულებით წავა. ერთის მხრივ გერლიანის ბრალდების დასამტკიცებლად, მეორეს მხრივ კი იმის გასარკვევად, თუ როგორ მოხდა დათო სვანის საქართველოში შემოსვლა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქართველოში დავით გერლიანზე ოფიციალურად ძებნა არ იყო გამოცხადებული. თუმცა მან გადმოკვეთა საზღვარი, სახელმწიფო საზღვარი შეცვლილი მოქალაქეობითა და შეცვლილი გვარით, მაშინ როდესაც დავით ჩაჩიბაია საქართველოს საზღვარს კვეთავდა, ვერ მოხდა მისი გაიგივება დავით გერლიანთან, აეროპორტიდან მისი კვალი გაქრა, თუმცა სამ დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის სომხეთ-საქართველოს საზღვართან აიყვანა, ბრალი წაუყენა, თუმცა არც ერთ ბრალდებაში თავად გერლიანი თავს დამნაშავედ ართვლის. ის ითხოვს, რომ დაუბრუნდეს უკან უკრაინაში, რადგან ამბობს, რომ ის არის უკრაინის მოსამართლე და არ უნდა გასამართლდეს ქართული კანონმდებლობით და ქართული სასამართლოს მიერ. მადლობთ, ქეთი, ეს ქეთი ბრაჭული იყო. ახლა